მოგესალმებით, მეგობრებო, ყველა ჩემს გამომწერს მოგესალმებით. დღეს უცებ შემოვედი ასეთი თემით. მისი გული ვნახოთ, ხო? მისი გული. კონკრეტულად მამაკაცის გული. ბიჭებო, თქვენ შეგიძლიათ ამას უყუროთ ამ გაშლას, რომ თქვენ რაც არიცით, ხო? ქვეცნობიერად და ვერ არკვევთ, ხო? თქვენს ცნობიერება სხვა არის, ქვეცნობიერება სხვა არის. აი რაც გიშლით ხელს და რომ გამოხვიდეთ იქედან, ხო? აი ეს გაშლა დაგეხმარებათ. დამიჯერეთ. აბა დავიწყოთ გოგოებო, მამაკაცის ფიქრები დავიწყოთ ჯერ, ფიქრები, რა ხდება მის თავში. ნუ თქვენ ამოხვედით. აქ რა არის იცით? რაღაცა გაურკვევლობას ჰქონდა ადგილი. ან თვითონ აქვს ეგეთი ხასიათი მამაკაც, რომ პარტნიორს, ნუ მამაკაც, რომ ესე იგი უკაცრავად უკვე ნეგატივი მოდის, უკვე ხო იცით, ჩემზე რეზონირდება. ეს ამოდის ერთმანეთში ჟღურტული, ამოდის ერთმანეთში კარგი სიტუაციები, ეს იხსენებს, იცით, მისი ფიქრებია. ან იყო თქვენ შორის, აი ეს ჰარმონია, აი ეს ბაღში ჯდომა და იყო რაღაცა მიხვედით თითქოს იმ წერტილამდე, რაღაცა პერიოდი შეიძლება საერთო მეგობრებისგანაც, ესე იგი იმალებოდით, ზოგს ესეთი სიტუაცია აქვს და ასევე უნდა გამოსულიყო თქვენი სიტუაცია, თქვენი ურთიერთობა, აი უკვე რო დარწმუნებული ხარ, ხო? და ბრახთა ჩაიშალა, მიხვდით, ხო? ჩაიშალა. ხო, და აი ამაზე ფიქრობს და განიცდის ძალიან. ეს შეიძლება თავისი წინაპრებისგანაც იყოს, ეს წინაპრები სიცოცხლეში დედა, მამა, ბებიები, ხო, სიცოცხლეშიც წინაპრები არიან, ხო, მე არ გულისხმობ მკვდრებს. მაგრამ რა არის, იცით, აქ შეიძლება გოგოებო, ქალიდანაც იყოს, აი ზუსტად ან დედა, ან დეიდა, მამიდა, აი ესეთი რაღაცა იყოს, ხო? ან სამულე, არ გეწყინოთ მულებს, კარგ მულებს. ნუ, ყოველ შემთხვევაში რაღაცა მინუსი გაჩნდა თქვენს ურთიერთობაში. კარგით, აბა გავაგრძელოთ ახლა, ხო? რა განვითარება ექნება აი ამ ყველაფერს? ხო, აი გზების გაყოფა ძალიან შეეცადნენ. ან ეხლაც ხართ ერთად, შეიძლება ხართ ურთიერთობაში, ამასაც განვიხილავ, ესეც მეუნებიან, რომ ხართ ურთიერთობაში რამოდენიმე პროცენტი და არ გამოდის, მიხვდით, ხო? სულ ერევიან და ერევიან. იცით რა არის, ყველანაირ გზას გიჭრიან, მინდა გითხრათ რა. ან ისია, რომ აი ამ ოჯახში რო არ შეხვიდეთ, აი მაგ გზებს გიჭრიან, რომ ბედნიერები არ იყოთ. ნუ აქ შური ამოდის, ახალგაზრდა ენერგეტიკა მომდის, გოგოებო, ახალგაზრდა შეიძლება თქვენი მეგობარშა ქალი, გოგო, პადრუგა, დაქალუშკა, თანამშრომელი. იმიტომ რომ იცით რა არის, ამოდის შენობიდან გამომდინარე, ხო? ესე იგი, ან ერთად სწავლობთ, ან ერთად მუშაობთ, ან რაღაცა ეგეთი, ხო? სკოლა, რაღაცის შესწავლა, რაღაცას ქადაგებთ, მიხვდით, ხო? ყოველ შემთხვევაში აქედან გამომდინარე, ესე იგი, აქ მოდის წინაპრული ხაზი ამოდის, მიხვდით, ხო? შეიძლება ეს თქვენი კარმაც არის, რომ ეს გზა უნდა გაგევლოთ, ვისაც ეს შემთხვევა გაქვთ. არ გამოვრიცხავ. აბა მამაკაცის ფიქრები კიდე, თქვენი მამაკაცის პარტნიორის ფიქრები.
ხო, იცით რა არის, აქ სხვა ქალი იყო ჩარეული, მინდა გითხრათ, რომელმაც წინაპარმა გააფუჭა ეს ურთიერთობა. მეკითხებიან ხოლმე, აი რო უკვე თუ გარდაცვლილია და გააკეთა და წავიდა და ისა რა ეშველება და უნდა გაიწმინდოთ მაგ მიცვალებულისგან გენოცვალე, თორე არ მოისვენებს, ის კი წავიდა, მაგრამ დადებული პორჩა გაგიფუჭათ საქმე, თქვენი ენერგეტიკა ხო გააფუჭა, გააშავა, მიხვდით ხო გოგოებო? ხო და რა არის იცით ახლა თქვენს რა თქმა უნდა სიყვარულია, მაგრამ წინააღმდეგობებია, ძალიან დიდი წინააღმდეგობებია აქ ყვავის მასე კარტაზეა, ჩვეულებრივი სათამაშო კარტები როა იმაზეა გაკეთებულია, დიდი წინააღმდეგობები რო გქონდეთ, მიხვდით ხო? აი ზუსტად შეხვედრაზე აქ ერთ ცოლიანს მიჩვენებს, უკვე ოჯახში რო ხართ ეს მოხდა და უცოლო მამაკაც მიჩვენებს, რომელიც აი ეს უნდა დაქორწინებული ყავით, ერთად უკვე შეხვედრილები იყავით, უკვე აი რო ვერ წარმოიდგენდა ვერავინ, ხო? ეს რაღაცა მოხდა, ასევე საუბარი უნდა ეხა მამაკაც რას ფიქრობს, უნდა რომ დაჯდეთ, შეიძლება უკვე იჯექით და განხილვაც გქონდათ, არც ამას არ გამორიცხავ, საუბარი რომ გადაჭრათ თუ არა და გირჩევთ რომ ესე იგი უნდა მამაკაცს რომ ესე იგი დაჯდეთ და აქ ბლოკებსაც ხედავ, შეიძლება ტელეფონით დაბლოკებია, დაჯდეთ ისაუბროთ, დაგეძებთ ინტერნეტით, აი ჰაერიდან დაგეძებთ, მიხვდით ხო? SMS-ი დარეკვა სხვისი ნომრიდან, მოკლედ პიროვნება დაგეძებთ გოგოებო, გადმოვარდა. აბა ნახოთ, რისი თქმა უნდათ. ხო, აი იცით რა არის, სულიერ გაუწონა სწორობა ჭირს, სულიერი მე ფიქრები ვთქვი და აქ სულიერად დამიჯდა, მიხვდით ხო? დანგრეულია, ესე იგი, თავი აქვს არეული, აქ არის მორაგს რო ეძახიან, მენტალური პორჩაა გენოცვალე, რომელიც აი იყავით ბედნიერები უკვე ქორწილში, ან უნდა მომხდარიყო, როგორც განვიხილეზევით, მე დიდი წინააღმდეგობები შეხვდა წინაპრებიდან, ბიჭის არ გამორიცხავ, რომ გოგოებო თქვენი წინაპრებიდანაც, ან საერთო ახლობლები და წინაპრები გამოგიჩნდათ. მიხვდით ხო, არის ესეთი თემა, რაღაც ძალიან გადაბმული ამოვიდა, იმიტომ რომ წინაპრები აი თავშივე დაჯდა, კი და შენობიდან მოდის, შენობაში არ მოხდა რაღაცა, არ გზები გაიყო, თქვენი გზები, მიხვდით ხო? ან ისიც ცალკე დაქორწინდა თქვენც ცალკე, ესე ამასაც განვიხილავ. და ნუ თავი აქვს როგორც დაბურული აქვს, რომ წვდომა არა აქვს, წვდომა და აი ჩაკეტილია, უყურეთ, ჩაკეტილია, საერთოდ ჩაკეტილია, ესე იგი მისი მცდელობა, მისი ნაბიჯები თქვენს მიმართ ხო? შეიძლება სცადა, ამასაც ვიტყვი, შეიძლება კი არა, კი იყო, ბევრ ვარიანტში შეხვედრა ისევ, მაგრამ მერე გაქრა და რატო? შეიძლება ოჯახის გამო გაქრა, მიხვდით ხო? ოჯახის გამო, აბა თქვენი მამაკაცის გული და ფიქრები, აი აქ მიფიქსირდება, რომ ნამდვილად ცოლიანი მამაკაცი იყო და არის ერთ ვარიანტში, მაგრამ აქ იყო შეხვედრა, აქ იყო ისევ სასიამოვნო სიტუაციები, ურთიერთობები და ასე შემდეგ, მაგრამ ეხლა რა არის, იცით, ისევ აი ამ ჩაკეტილობიდან, უყურეთ როგორ არის, გამოდის რამოდენიმე თქვენზე პროცენტზე, შეიძლება შვილებიც ყავს, ან ახალი ნაბიჯი, აი ამ სითარსედან, მტრებისგან დააღწევს თავს, მიხვდით ხო, შეიძლება ვიღაცას ცოლი ყავს და ვაი იმყოფ ყოლას ხო, ბავშვებით რომ მანიპულირებენ, ეგეც ამოვიდა, ეს მამაკაცი თავიდან, ესე იგი შეიძლება თქვენ სასიყვარულო მოზიდვა გაუკეთეთ და უცებ დაიბნა, ორი ძალა შეეჯახა ერთმანეთს, აქ ამას მეუბნებიან და აი დიდი ბედნიერება, უყურეთ, უსასრულო ბედნიერება გელოდებათ, მოდის ისევ მამაკაცი, კარს გააღებს და თქვენც შეუშვით, იმიტომ რომ კარგი სიტუაციები ამოდის. გასაგებია, ეხლა კონკრეტულად თქვენი მამაკაცის გული ვნახოთ, აბა ვნახოთ თქვენი მამაკაცის გული, გოგოჩკებო, ჩემო ლამაზებო. ხო, აი ნახეთ, ამას აქ დავდებ.
გაიწმინდა ან თქვენ აკეთებთ გაწმენდის რიტუალებს თქვენ უყურებთ ემოციებშია კი ემოციებშია და იყო ნამდვილად ვირთხები ნახეთ იყო ნამდვილად მთვარეზე და იყო ჩატარებული ნამდვილად იყო ჩატარებული და ეს იყო მამაკაცისგან ჩატარებული ქალიდან არ გეგონოთ გოგოებო მამაკაცისგან იყო გაკეთებული შეიძლება არა დამკვეთიც მამაკაცია ამას მეუბნებიან იყო აქ შური კი დაშორება თქვენი შეიძლება ისე გაიყო გზები რომ ან საერთოდ საზღვარგარეთ ხართ და ისე ესაუბრებოდით ერთმანეთს მიხვდით ხო შორიდან ესაუბრებოდით არც ამას არ გამოვრიცხავ უყურეთ რომ ყველანაირი სიძნელეები არის ჯერ კიდევ შენარჩუნებული ეს ვინც კონტაქტზე ვერ გამოდის ან დაიკარგა იმ სიტუაციას განვიხილავ თვითონ მამაკაცი ამოვიდა თქვენი მამაკაცი და ნახეთ ხო ის აოცრება აქ პირველი კარტი ხო ქალი დაჯდა გახსოვთ ხო და მეორეც აქ მამაკაცი დაჯდა უყურეთ რა დაჯდა იგივე შენობებთან დაჯდა ეს ბაღია მაგრამ ხო თავზე ჭერი არის ესე იგი სახლები გულისხმობთ ხო 1 2 3 უყურეთ ესე იგი ეს შეიძლება რას ფიქრობს ახლა იცით მისი გული არის რომ ისევ ეს ტყუილად ხე არ ამოვიდა ეს ბედნიერება და ეს ასე შემდეგ ხო მერთმა ბედნიერად და დიდხანს გამყოფოთ ერთად უყურეთ ეს ბედნიერების დაბრუნება უნდა მისი გული და მისი ფიქრები თქვენთან ხო თქვენთან ვინც ხელი შეგიშალათ ხო უნდა ეს ყველაფერი ტუზი გული ახალი ნაბიჯები ახალი სიყვარული მობრუნდება შეხვედრა გექნებათ აუცილებლად და გაგრძელდება ის იმაზე კარგად გაგრძელდება ვიდრე გეგონათ იმაზე და ახალი წიგნი დაიწერება თქვენზე ხვდებით ლილია უსასრულო ბედნიერება ნახეთ ეს მელაკუდა რო ენატრებით თქვენი ყველაფერი რო ენატრება და როგორ იცით ძალიან ყველანაირად რო აკმაყოფილებს სტანდარტი ხართ გოგოებო მისთვის მამაკაცისთვის მიხვდით ხო სტანდარტი ხართ მოდის ძალიან ჩქარა ახალი ამბები მოდის ჩემო კარგებო ბეჭედი რაღაცის დაგვირგვინება და მოგვარება მოდის თქვენი ერთგულია და თქვენც მიაჩნიხართ ერთგულად ასევე მინდა გითხრათ მზე დიდი დათვი ესე იგი გზებზე დინჯად და გაწონასწორებულად მოდის ნამდვილად კიდე წერილი უყურეთ რაღაცის დაგვირგვინება აუცილებლად იქნება ბედნიერების დაგვირგვინება ან იცით რა არის შეიძლება საქმეშიც ერთად ცხოვრობთ და საქმეშიც გაგიფუჭდათ რაღაცა და თქვენი საქმე დაგვირგვინდეს ბიზნესი მაგრამ ოჯახი და ურთიერთობაც ხო ბიზნესია ურთიერთობას შეხვედრიდან სიცოცხლის ბოლომდე ჩემო კარგებო სწავლა უნდა ესეც საქმეა ეს აბა რა არის ეს ურთიერთობის აშენება სასიყვარულო ურთიერთობის ამ წინააღმდეგობების გარეშე ხო მოკლედ ცდელობა ექნება დიდი ასევე თუ თქვენს ესე იგი შეგიძლიათ სხვაზეც უყუროთ თუ თქვენს ბიჭს გაუფუჭეს სისტემა რაღაცა საბუთებში რაღაცა შორგზაზე უკვე ელოდებოდა საბუთს და არ მოდიოდა ხო და გაჩერებული იყო ეს საქმე ვირთხების გამო აუცილებლად წინწავა მინდა გითხრათ რა კარგად სრულდება და ძალიან მიხარია აჰად გენაცვალე ნამდვილად ესე იგი გაიხსნება გზები ეს ჯვარი რასაც მძიმე დატარებდით პირიქით შეტრიალდება შეგიმსუბუქდებათ მიხვდით ხო და ბედნიერები იქნებით ნახეთ ნამდვილად ბედნიერები იქნებით რაღაცა გადაწყდება მთავრობის დონეზე აჰათ ნახეთ ან თქვენ მამაკაცი რასაც ელოდებოდა აუცილებლად გადაწყდება მთავრობის დონეზე გოგოებო ბიჭებო თქვენს თუ უყურებთ ეს თქვენ გითხარით ტვინს გაგიხსნით მართლა გეუნებით მე ხარ ახნა თავია ტვინი ქვია ტვინს გაგიხსნით გეუბნებით და ჩემს როგორც რიტუალებს ყოველთვის ძველსაც უფრო მეტი ძალა აქვს გამოიწერეთ არხი მოიწონეთ
და აუცილებლად უყურეთ. რამდენჯერაც, ესე იგი, ახლიდან უყურებთ გაშლებსაც და რიტუალებსაც, ყოველთვის სხვა ინფორმაციას მოგცემთ სამყარო. თქვენთან იყო ნინია, დღეს ესე შემოვედი თქვენთან უცებ და კარგად იყავით, მომავალ შეხვედრამდე მიყვარხართ.